მოკლედ, ძალიან საინტერესო იყო ასევე ექსპერტების მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რაზე დგას ირანის რეჟიმი, ანუ აიათოლას რეჟიმი რაზე დგას. და ძირითადად დგას სამართალდამცავებზე, იმ ხალხზე, რომლებიც დღეს ამ რეჟიმს იცავენ და ვთქვათ, აი კითხვა იყო, რომ აი მაინც როგორ ინარჩუნებს აი ამ ხალხზე აიათოლას რეჟიმი თავის ძალაუფლებას და პასუხი იყო ასეთი ძალიან საინტერესო ირანისტი არის ნიკიტა სმაგინი, რომელიც Deutsche Welle-ს პირდაპირ ეთერში საუბრობდა ბიჭს აქვს დაწერილი მათ შორის წიგნი ირანზე ძალიან საინტერესო და ვაპირებ მაგ წიგნის წაკითხვასაც და თქვენც გირჩევთ, იმიტომ რომ ანუ მისი ინტერვიუებიდან გამომდინარე ცხადია, რომ ძალიან ისეთი ადამიანია კომპეტენტური ამ საკითხში. ესე იგი, პასუხი იყო ასეთი, რომ ეს ხალხი, რომლებიც ასეთ რეჟიმებს იცავენ, არავის არ სჭირდება არსად. მათ შორის არც ევროპაში, მათ შორის კი არა პირველ რიგში ევროპაში არ სჭირდება და ვერც გაიქცევიან ვერსად იდეაში, რომ მოუნდეთ იქიდან გაქცევა. და ყველა რეჟიმი ასეა, ანუ ვინც ასეთ რეჟიმებს იცავს და ამ ამბებში მონაწილეობს, თანამონაწილეა იმ სისასტიკის, კი არა და პირდაპირ შემსრულებელია იმ სისასტიკის, იმ კვლევობების, რასაც ეს რეჟიმი რასაც ხედავთ მოკლედ ისა რა ქვია, აიათოლას რეჟიმის მხრიდან, ხო, რასაც აკეთებენ ეს არც ადამიანებსაც ვერ დაარქმევ ისეთი სისასტიკე ტრიალებს ახლა ირანში. და ფაქტობრივად სხვა გზა არც აქვს. და ასევე აი ფულზე იყო საუბარი, ხო, აი ფულით ხომ არ არიანო ამოხიბლულები, რაღაცა ხელფასებითო. რო ვთქვა, ხა ის ექსპერტი ამბობდა, რო ვთქვა რაღაცა სასწაული ხელფასები აქვთ და ასე შემდეგ, ნამდვილად არ არის მასეო. კი, ანუ იმაზე ვთქვათ მეტი ვიდრე სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში, მათ შორის ჯარში, ვთქვათ მოსამსახურეებს, თუმცა არა ისეთი, რომ უღირდეთ, მაგრამ ვინაიდან სხვა გზა უბრალოდ აღარ აქვთ, იმიტომ რომ არც გასაქცევი აქვთ რეალურად არსად, ამიტომ ეს ხალხი, ვინც არის ახლა აიათოლას რეჟიმის დამცველი, ფაქტობრივად იცავენ ბოლომდე. და უბრალოდ სხვა გზა აღარ დაიტოვეს თვითონ თავისთვისაც კი, რომ ვთქვათ, ან გაიქცნენ ქვეყნიდან, ან თავს უშველონ, იმიტომ რომ გასაქცევიც აღარ აქვს და ბოლომდე სანამ ეს რეჟიმი რამენაირად ინარჩუნებს ძალაუფლებას, ბოლომდე დაიცავენ და ბოლომდე იცავენ მათ. და სხვათა შორის ყველგან მასეა, ანუ როგორც კი რეჟიმს წყალი შეუდგება, მაშინვე ჩამოიქცევა მოკლედ ეს სისტემა. ამიტომ ახლა ყველაფერი არის დამოკიდებული ირანელ ხალხზე. ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო ირანელმა ხალხმა თავისუფლებისთვის. მე არ ვიცი, ვინმე თუ გაიღო კიდე ამ ბოლო 10 წლეულებში ასეთი მსხვერპლი თავისუფლებისთვის ბრძოლაში და ახლა ყველაფერი მათზეა დამოკიდებული. ზოგადად ექსპერტებიც ამბობენ ასევე იმას, რომ ეს რეჟიმების ცვლილება არ ხდება გარედან. კი, გარედან შეიძლება რაღაცა დამატებითი დახმარება იყოს, ვთქვათ, მაგალითად როგორც ამერიკა პირდება, ვთქვათ, როგორც არის სანქციები და უშვა, თუმცა ეს არ არის საკითხი, რომელიც ხდება ქვეყნის გარედან. რეჟიმი უნდა მოირღვეს და რეჟიმი უნდა დასრულდეს, წყალი უნდა შეუდგეს ჯერ ქვეყნის შიგნით იმისთვის, რომ ქვეყნის გარედან რაიმე ტიპის რეაგირება იყოს ამაზე. ეს მოკლედ მეორადია, რაც ხდება ქვეყნის გარედან. ამიტომ პირველადი ყოველთვის არის ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენები. კიდევ ერთხელ თავისუფლება ირანელ ხალხს და სოლიდარობა ირანელ ხალხს.